გოგობიაშვილი მეგობრებო, ხოჩაცირა. მე ძალიან მომეწონა. შვილი, ხოთ, 10 კარგი, მადლობ ჯური, საპო. თითქოს ყველაფერი სწორი იყო, სწორი ბგერები იყო, მაგრამ რაღაცა დამაკლდა, ემოციურად დამაკლდა ალბათ და რაღაც სწორად მე მგონი ვერ მოირგა ეს სიმღერა, უფრო ვიდრე წინა ტურებში, ხო? თუმცა შეიძლება, მე ესე ვფიქრობ უბრალოდ. მე დაეხმარები სოფოს ის რაც დააკდა, მე ვხვდები ეს რა იყო, ემოციური მხარე იყო კი, ნამდვილად იცი რა, იცოდე რომ ბევრი მოძრაობით და ვთქვათ რაღაცა ხელის მოძრაობით შენ იხმარ აი ამ მოქმედებას იმისთვის რომ გამოხატო ემოცია. გამიჯერე ეს ხანდახან სულ არ არის საჭირო. შეიძლება სულაც მე არ ვთხოვ ამას, მაგრამ აი წარმოიდგინე რომ შეიძლება იდგეს ადამიანი და უბრალოდ ისე გამოხატოს ემოცია, იმდენად შიგნით იყოს სიმღერაში, იმდენად აი განიცადოს ეს უბრალოდ დგომი. რომ განცილებით მეტი ემოცია წამოვიდეს, ვიდრე შენ ახლა იარო და აი რაღაცა მოქმედებები აკეთო, იმიტომ რომ მოუყვე ეს ყველაფერი. მე მგონია რომ ამაში დაიხარჯე ცოტა და აი ეს შენიშნა მე მესმის სოფოს. თუმცა მე ვერ მოგედავები, იმიტომ რომ ინტონაციურად რაღაცა სისუფთავის და ბგერის თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში იყო. თუმცა რაღაც ნაწილში მე მართლა ვერ თანხმები სოფოს. კარგი, მე არ გეთანხმები თქვენ არავის, მაგრამ ისმენთ. ეხლა მე შევეცდები კიდე არის და იცი რა ემოციაზე კი არ არის აქ ლაპარაკი. ეხლა მესამე სიმღერას ვისმენთ, ხო? ძალიან სწორედ და დალაგებულად და შენ ის არა ხარ ბიჭების ცემა რო გიყვარს, ხო ის გოგო ხარ, მე მახსოვს. ცემა არა. აბა? გაბრაზება. აი ეხლა მომინდა რომ გაბრაზებულიყავი, აი სადღაც მეორე ნაწილში, რომ ცოტა განვითარება მიგეცა. მივხვდი? წყნარად დალაგებულად ვიმღერეთ აი ეს აი სადღაც ვაღდა რაღაცა უნდა გამოუშვა რომ ერთნაირი არ იყოს და ცოტა ჩვენთვისაც მოსასმენად არ იყოს ცოტა ესეთ მონოტონური მივხვდი რას გულისხმობთ ჩვენ ამიტომ შეეცადე რომ ცოტა განვითარება მისცე ან და რაღაცა დაჭერქო და ისეთი გააკეთო რა ისეთ ხულიგნური რაღაც ხდები ცოტა სხვა ხასიათით დაგვანახო შენ კარგი მიღებულია ძალიან კარგია ძალიან დიდი მადლობა ცირა, ტოჩა, კაი გოგო ხარ. გავაცილოთ ცირა გოგობიაშვილი მეგობრებო. მე სულ არ ვაქცევ ამ სხიარს ყურადღებას ჩემი ძალიან კარგად ვიყურე. მაგრამ რა ვიცი, ჟურმა მაინც 1-9 შემომაყარა. ძალიან კარგი, ეს იყო ჩვენი მეოთხე კონკურსანტი და ჩვენ მეგობრებო. ანაბანას წარმოგიდგენთ ბალი.